წინა ვიდეოში ვნახეთ, რომ ზოგ მეცნიერს ბნელი მატერიის არსებობაში ეჭვში აქვს. მაგრამ თუ ბნელი მატერია არ არსებობს, მაშინ რატომ იქცევა გრავიტაცია ასე უცნაურად? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ჰიპოთეზა. იქნებ ჩვენი სამყარო მთელი რეალობის მხოლოდ მცირე ნაწილია. წარმოიდგინეთ ჭიანჭველა, რომელიც ქაღალდის ფურცელზე მოძრაობს. ის მხოლოდ ორ განზომილებას აღიქვამს: სიგრძეს და სიგანეს. მესამე განზომილების არსებობას კი ვერც კი ამჩნევს. ახლა დაფიქრდი, იქნებ ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით? ზოგი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ შეიძლება არსებობდეს დამატებითი განზომილებების, რომლებსაც ვერ ვხედავთ. ამ ჰიპოთეზის მიხედვით გრავიტაციას შეუძლია ამ დამატებით განზომილებებშიც გავრცელდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ჩანს ის სხვა ფუნდამენტურ ძალებთან შედარებით ასე სუსტი. შეიძლება გრავიტაციის ნაწილი უბრალოდ ჩვენი სამყაროდან დამატებით განზომილებებში ჟონავდეს. ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ თუ ეს იდეა ოდესმე დადასტურდა, ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე მთლიანად შეიცვლება. შენი აზრით, შეიძლება არსებობდეს ისეთი განზომილებები, რომლებსაც ვერ ვხედავთ?